მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. ხვიჩა კვარაცხელია 3 გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მისი დღე არ აღმოჩნდა. პარიზელების მწვრთნელის მოულოდნელი განცხადება. ქართველების დაპირისპირება, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს. ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია გიორგი მამარდაშვილის კარის აღებას შეეცდება. პარიზი ლივერპულის წინააღმდეგ. ჟორჟ მიქაუტაძე არის ნამდვილი MVP. ქართველი ლა ლიგაში დაფრინავს გოლი და საგოლე გადაცემა. დღეს საინტერესო ვიდეო გელოდებათ, მაგრამ სანამ დავიწყებთ, იმედი მაქვს, რომ გამოიწერთ არხს და დაალაიქებთ ამ ვიდეოს. ამ მარტივი 2 ღილაკის დაჭერით შეგიძლიათ დააფასოთ ჩვენი შრომა. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს პატარა თხოვნა გაითვალისწინე, კომფორტულად მოკალათთით. ეს არის არხი ფუტვიჟენ. დავიწყოთ. ესპანეთის ლა ლიგის 29 ტურში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი საშინაო მოედანზე სოსიედადს დაუპირისპირდა. ყვითელმა წყალქვეშა ნაუმმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და მატჩის ბედი პრაქტიკულად საწყის 25 წუთში გადაწყვიტა, რომლის გასვლის შემდეგაც 3-0 იგებდა, საბოლოოდ კი 3-1 იმარჯვა. მიქაუტაძე მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 99 წუთი ითამაშა და მე-15 წუთზე ანგარიში 2-0 გახადა. ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი სიტუაციით ისარგებლა, ბასკთა მეკარეს დაასწრო და სოსიედადის კარი აიღო. მანამდე მასპინძლები ხერარდ მორენომ დააწინაურა. მიქაუტაძემ გატანილი გოლი არ აღნიშნა და ისილია მეორეს ხსოვნას მიუძღვნა. 21 წუთზე ვილიარეალის თავდამსხმელს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ დუბლი ვერ შეასრულა. 23 წუთზე მიქაუტაძემ საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი პასი ნიკოლა პეპემ გამოიყენა და ყვითელი წყალქვეშა ნავის სასარგებლოდ 3-0 დააფიქსირა. მეორე ტაიმის სტარტზე სოსიედადმა ჩამორჩენა შეამცირა და ვილიარეალს ლუკას უჩიჩმა გაუტანა. რაც შეეხება მიქაუტაძეს, ის დუბლთან ძალიან ახლოს იყო. 73 წუთზე ქართველი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მარცხენა ფეხით ოდნავ არაზუსტად დაარტყა. 77 წუთზე მეკარე მაჯობა, 3 წუთში კი კარს მცირე მანძილით ააცილა. გიორგი 99 წუთზე შეცვალეს და ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი ნიცას ესტუმრა და 2-0 დაამარცხა. სუპერ აქტიური იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც რიგ ეპიზოდებში არ გაუმართლა. ქართველ ფეხბურთელს პირველ ტაიმში ჰეტრიკის შესრულება შეეძლო. პირველ 2 მომენტში მას ნიცას მეკარე მაჯობა, ხოლო მესამე ეპიზოდში მისი დარტყმა ცარიელი კარიდან ცველმა გამოიტანა. ანგარიში 42 წუთზე ნუნუ მენდეშმა გახსნა და პირველი ტაიმი 1-0 დასრულდა. მეორე ნახევარი კვლავ პარიზელთა უპირატესობით წარიმართა. 42 წუთზე დუემ სხვაობა 2-მდე გაზარდა. ხვიჩამ კი პრეასისტი მიითვალა. 79 წუთზე ხვიჩამ შორეული დარტყმით ნიცას კარი აიღო, თუმცა ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. 91 წუთზე თავი დრო ფერნანდესმა გამოიჩინა, ხოლო საბოლოო წერტილი 95 წუთზე ზაირ ემერიმ დასვა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ში 22 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი. მატჩის დასრულების შემდეგ ფრანგული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მოულოდნელი კომენტარი გააკეთა. როდესაც აქ თამაშობთ, ყოველთვის რთული მატჩი გამოდის. დღეს ძალიან ზუსტები ვიყავით, რადგან ჩემპიონთა ლიგის შემდეგ თამაში მარტივი არ არის. ბუნებრივია ასეთ მატჩებზე განსაკუთრებული ემოციაა და შემდეგ ჩემპიონატში დაბრუნება რთულია. ლანსი მუდმივად ჩვენს გვერდით არის და გამარჯვება აუცილებელი იყო. ბევრი დადებითი მომენტიც იყო. ის ფეხბურთელებიც კარგად გამოვიდნენ, რომლებიც ხშირად არ თამაშობენ. მაგალითად დრო და ბერალდო. მე კმაყოფილი ვარ. არა მხოლოდ დროსთვის, არამედ ყველა მოთამაშისთვის მნიშვნელოვანია 18 წლის ასაკში პირველი გოლის გატანა ძალიან ბევრს ნიშნავს. მიხარია, როცა ვხედავ, როგორ მუშაობენ ფეხბურთელები ყოველდღე და როგორ ფიქრობენ გუნდის გაუმჯობესებაზე. მწვრთნელისთვის ასეთი გამარჯვებები მნიშვნელოვანია, რადგან გუნდს აძლიერებს. სწორედ ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი. ეს ის პერიოდია, რომელსაც მთელი სეზონი ველოდებით. გადამწყვეტი მომენტები. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, როცა უნდა დავასრულოთ საქმე და ტიტულები მოვიგოთ. მუნდიალამდე ბოლო სანაკრებო პაუზაა.
მაგრამ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორ დაბრუნდებიან ფეხბურთელები. ჩვენ მოვემზადებით ტულუზასთან მაჩისთვის და შემდეგ უკვე ჩემპიონთა ლიგაზე გადავერთვებით. გუნდში პენალტის ბევრი შემსრულებელი მყავს. ყველას დავანახეთ, რომ 11 მეტრიანების კარგად დარტყმა შეგვიძლია. თუ ვინ შეასრულებს პენალტს, ეს მაჩზეა დამოკიდებული. დღეს ეს მენდეშმა გააკეთა და შემდეგში შეიძლება პენალტი დუემ ან კვარაცხელიამ დაარტყას. ამის გაკეთება ბევრს შეუძლია. სულ რამოდენიმე წლის წინ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ქართველი ფეხბურთელი სანატრელი გვყავდა. ახლა კი ისტორიული რეალობის წინაშე ვდგავართ. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების ლიდერები გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებენ. თანაც ისინი არა უბრალო კლუბების, არამედ ისეთი გრანდების ღირსებას იცავენ, როგორებიც ლივერპული და პარი სენ-ჟერმენია. როგორც გაირკვა, ალისონი ვარჯიშზე დაშავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარს მამარდაშვილი დაიცავს. წლევანდელ სეზონში გიორგის ლივერპულის კარის დაცვა 12 შემთხვევაში ანდეს და სამწუხაროდ სახარბიელო სტატისტიკა არ აქვს, მაგრამ ამაში ბრალი ნაკლებად მიუძღვის, რადგან მისი თამაში კლუბის კრიზისულ პერიოდს დაემთხვა. მთელი საქართველო უდიდესი ინტერესით ვიჯდებით ერთი და იგივე დღეს, ერთი და იგივე დროს და ვუყურებთ ამ შეხვედრას, სადაც კვარა დაუპირისპირდება მამარდას. ორივე ფეხბურთელი ჩვენი ფავორიტია, ჩვენი ნაკრების ლიდერები. ფეხბურთელები, რომლებსაც მთელი ქვეყანა იმედებს ვამყარებთ. კომენტარებში გულწრფელად დაწერეთ, როგორ ფიქრობთ, ვინ შეძლებს ამ თამაშის მოგებას, ვის აქვს უფრო მეტი შანსი, კვარაცხელიას პსჟ-სთან ერთად თუ გიორგი მამარდაშვილს ლივერპულთან. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააჭირეთ ლაიქის ღილაკს და გამოიწერეთ არხი. მალე დაგიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.